ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში ვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე აამოქმედა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას ვიზის აღება მოუწევთ. ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის გარე საზღვრებზე შესასვლელად გაძლიერებულ შემოწმებას გაივლიან. ეს მექანიზმი მონაცემთა ბაზებში გზავრის დამატებით გადამოწმებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები ევროკომისიამ გასულ კვირას დაამტკიცა. მიზეზად კი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების დასახელებების ცვლილება ან დამატება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოს ლელოს საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. გვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შეიძლება მათ შორის დაემატოს. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 8 მარტს საქართველოს ეწვია. ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვიზიტი ევთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მისცემს შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილონ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ასევე დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები. თითქმის 2 კვირაა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. კონფლიქტი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ისრაელმა ირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, მასშტაბური საჰაერო იერიშები მიმდინარეობს ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე ირანის დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. მანამდე კი გასული კვირის განმავლობაში ისრაელმა ირანზე დაახლოებით 3400 დარტყმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერის ინფორმაციით, მათ 150-ზე მეტი ირანული თავდაცვითი სისტემა გაანეიტრალეს. ახლა ისრაელი ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა და რეჟიმის ძირითად საწარმოო ობიექტებზე აფართოებს თავდასხმებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ირანთან ომში მე-7 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ამერიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. პიტ ჰექსეტის თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში წარმატების მისაღწევად გზად არის იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც საჭირო იქნება. ჰექსეტის განცხადებით, ამერიკამ თითქმის გაანადგურა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტი და ეს მხოლოდ დასაწყისია. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ როდესაც თეირანი ბრძოლის უნარს დაკარგავს, დანებდება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა $100 გადააჭარბა. ესაა ბოლო 4 წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. BBC-ს განცხადებით, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, რაც საწვავის ფასზე ახდენს გავლენას. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით არის მომატებული და ბარელზე $118 მიაღწია. მსოფლიოს ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ფასების ზრდის რისკი შექმნა. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა თავისით გამოსწორდება და ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის მცირე ფასია. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ჰორმუზის სრუტე მარტის ბოლომდე დაკეტილი იქნება, ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $150 გადააჭარბოს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ პიტერ სიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ მსოფლიოში ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშაა. ევროპა განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ მიწოდებასაც ამცირებს. მიწოდება, როდესაც მცირდება ფასები იზრდება, შესაბამისად ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას, წერს სიარტო. მისი თქმით, ევროპა სანქციებს თუ არ მოხსნის, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპასა და ევროპელ ხალხს. ფოკუსი უნდა იყოს არა იდეოლოგიის, არამედ ევროპელების ინტერესების დაცვა, აღნიშნა სიარტომ. თეირანმა უკვე დაასახელა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი. ირანული მედიის ცნობით ამ თანამდებობას ქვეყნის ასამბლეამ აითოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი აირჩია. 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს. მედიის ინფორმაციითვე, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას 3 წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან ირანის პრეზიდენტი მასუდ ფაზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარალიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი.